ეს რაც შეეხება გამოფენის მონაწილეებს, რაც შეეხება კი ჩვენ სტუმრებს, ბრუნდა ვიტყვით ეთერში ბატონი გია გიორგაძე, ფედერაციის პრეზიდენტი და 3 წლის დაგორი არის ჩვენი სტუმრები. უნდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება პირველ რიგში და გაოცებული ვარ იმითი, რასაც ხედავ, ძალიან ინტერესით ადევნებდა თვალყურს ასევე იმ სიუჟეტსაც, რომელიც გადიოდა ეთერში და თავის მეგობრებს უყურებდა. ბატონო გია, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და უნდა ვისაუბროთ პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი 2 მარტის გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში გაიმართება. ვინ მიიღებს ამ გამოფენაში მონაწილეობას? გულისხმობ კავკასიური და ქართული ნაგაზების გარდა კიდევ თუ არის თუ იქნება გამოფენილი, რამდენი მეგობარი, ჩვენი 4 ფეხა მეგობარი მიიღებს მონაწილეობას და რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა უკვე ამ გამოფენის მონაწილეების? ნუ პირველ რიგში აღსანიშნავი ეს ფაქტია, რომ ეს არის მე-15 საიუბილეო გამოფენა. ეს არის ZDZ, წარმოიდგინეთ, აი რთულ პერიოდში ZDZ მართალია ამ ეტაპზე არის ძალიან ნაკლები აქტიურობა, სამწუხაროდ არ გამოვირჩევით ქართველები დიდი აქტიურობით, დიდი ენთუზიაზმით, რომ ძაღლის ჩვენი ჯიშია და ნაკლებად. მაგრამ არა, კავკასიური და ქართული ნაგაზი მიიღებს მხოლოდ. არა, აღსანიშნავი ეს ფაქტიც, რომ ჩამოდის სერბეთიდან ძალიან განსწავლული ადამიანი, მეცნიერი, მარტო კინოლოგი კი არა, ეს არის მეცნიერი, რომელსაც ძალიან აინტერესებს ჩვენი ქართული ნაგაზი. მას შეუძლია დაადგინოს, დაგვეხმაროს ამ ჯიშის აღიარებაში, მსოფლიო კინოლოგიურ სივრცეში და ეს კაცი იყო ბოლოს 97 წელს აქ, ანუ 17 წლის წინ დაახლოებით. და ჩვენ ამას ველოდებით, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ნაკლები აქტიურობა არის, თვითონ რეგისტრაცია ქართულ ადამიანს ეზარება. პირდაპირ ვიტყვი. დაგორი კავკასიური თუ ქართული ნაგაზი? ეს არის კავკასიური ნაგაზი. და კრიტერიუმებზე რო ვისაუბროთ, რა კრიტერიუმებით ხდება მონაწილეობის მიღება აღნიშნულ გამოფენაში? მთავარი რასაც ითვალისწინებთ რა არის? პირველ რიგში უნდა იყოს ჯიშიანი. პირველ რიგში. და უნდა ქონდეს ჯიშის დამადასტურებელი მოწმობა, ანუ საგვარეულო ნუსხა. ეს არის აუცილებელი პირობა. ეს ყველას არ შეუძლია. საგვარეულო ნუსხა, ანუ მისი თაობის გენეალოგია. გენეალოგია, კი, ეს არის სამი თაობა, მშობლები და კიდე მათი მშობლები, რომელიც ადამიანთან არ ეწერება, მშობლები ეწერება. და ეს აუცილებელი არის. ამ შემთხვევაში შეიძლება მიიღო უკვე მონაწილეობა. სხვა ჯიში მანდ ვერ მიიღებს, ეს არის გენეალოგია. კიდევ, ანუ ეს ჯიშიანობა კიდევ რა არის? ჯიშიანობა, გენეალოგია ეს უკვე იმაში წერია საგვარეულო ნუსხაში. სხვანაირად, არა, მეტი არაფერი, მოხვიდე დარეგისტრირდე. თავარი პრიორიტეტია. ნებისმიერ ორგანიზაციაში, საქართველოს თბილისში ბევრი ორგანიზაცია არის, დაახლოებით 12, ნებისმიერში, რომელსაც აქვს ხელშეკრულება ფედერაციასთან, ანუ ის მისაღებია ჩვენთვის ეს ადამიანი, ჩვენ მას ვენდობით. და რაც შეეხება ვისაუბროთ თავად აღიარებულ ჯიშებთან დაკავშირებითაც. თუ არის, ანუ დღეს უკვე ქართული ჯიში, ანუ ქართული ნაგაზის აღიარება და როგორ ხდება თავად ეს აღიარების პროცესი, ანუ და თუ არის აქამდე უკვე აღიარებული, თქვათ, ჩვენი ქართული ჯიში? არ არის აღიარებული, სამწუხაროდ ქართულ ჯიშს ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, ისევე როგორც ამ ჯიშს თავისთავად ეს მოგეხსენებათ, რომ რუსებმა მიისაკუთრეს. შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედაც მიისაკუთრეს, იმიტომ რომ ჩვენ ლოიალური ხალხი ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება დაითქვას, არ ვინდა ხალხასმით, მაგრამ შეიძლება დაგვეკარგა. იმიტომ რომ ჩვენ ერთი ჯიში ეგეთი ჩაქირა დავკარგეთ. ეს არის გურიაში, გურია აჭარაში, ქართული მყეფარა, კვერნის ძაღლს ეძახდნენ. რამოდენიმე ადამიანი არსება ღვთისწყალობით, რომ ამ ჯიშს ჯერჯერობით კიდევ უვლიან და ეპატრონებიან, მაგრამ იმათაც უნდა მხარდაჭერა. საინტერესო ის არის, რომ აუცილებელი არის კინოლოგიაში იყოს დამხმარე. როცა არის ენდემურ ჯიშზე ლაპარაკი, ამ შემთხვევაში კავკასიური ნაგაზი იქნება, ქართული ნაგაზი თუ ჩაქირა იქნება, საერთოდ ენდემზე, ცხოველის ენდემზე აუცილებელია მთავრობის მხარდაჭერა. გამორიცხულია წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიმოქმედო. ან დიდი ბიზნესმენი. ბიზნეს ამისთვის არ ცალია. არ ეწყინოს, მაგრამ არ თავრობას. დიდი ხანია და ამას დავკარგავთ ჩვენ მაგასაც. განსხვავებებზე რო ვისაუბროთ, კავკასიურ და ქართულ ნაგაზებს შორის განსხვავება რა არის და რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? ნუ ეს უკვე დილეტანტსაც კი შეუძლია განსხვავება, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში ბეწვის ფაქტორა. პირველ რიგში. იმას აქვს თხელი ბეწვის ფაქტორა, ანუ დაბალბეწვიანი არის. მერე თავის მოყვანილება აუცილებლად განსხვავება. ხა მე გივის დავეთანხმები, ხა წერან ყო გამოსული, ეს არის საკმაოდ აქტიური ადამიანი კინოლოგიაში. არ არის აგრესიული შუაზღვიური ნაგაზი, ნამდვილად არა, პირიქით უფრო რბილია და უფრო თბილი არის, ვიდრე უბრალოდ აღზდაზეა ლაპარაკი. როგორ აღზდი?
თუ აჩხუბებ და ხარ ამ ომში, კი ბატონო, იქნება აუცილებლად აგრესიული და თუ ხარ მეგობრულად დამოკიდებული და ოჯახის წევრებთან და მან იცის ოჯახის წევრები ვინ არის და აგრესია მხოლოდ სხვაზე შეიძლება გამოავლოს, ანუ არასასურველ სტუმარზე. დაუკაკუნებლად რომ შემოდიან ხოლმე ეზოში, მტერია. ვერ აუხსნით ძაღლს. და კიდევ რაც ასევე საინტერესოა, მსგავსი მასშტაბის, მსგავსი სიდიდის ძაღლებს ალბათ განსაკუთრებული მოვლაც სჭირდებათ. პირველ რიგში მაინტერესებს თავად სიდიდე თუ არის რაიმე სახის გამსაზღვრელი, იგივე პრიორიტეტად თუ ითვლება ამ ტიპის ძაღლებში, ანუ ფიზიკური მონაცემები მაქვს მხედველობაში და იმ აღზრდის მეთოდებზეც რო ვისაუბროთ. სხვა თემა არის, აღზრდა სჭირდება დრო და უნდა დახარჯო დრო ცხოველთან ურთიერთობაში, გასეირნებაში საუბარიც კი არის საჭირო, რომ მან შენი ხმის ტემბრი დაიმახსოვროს და რო ეტყვი ბევრჯერ დაჯექის მე და მიანიშნებ რომ დაჯდეს, დაიმახსოვრებს რომ უნდა დაჯდეს და არ შეიძლება და სახში წავიდეთ და იმას რაც არ დაესიზმრება თვითონაც და ურთიერთობა ქვია ამას. თანდათანობით ურთიერთობის პროცესში ყალიბდება ესე კი, რა თქმა უნდა. რაც შეეხება გამოფენაზე, შეფასება რისი შეფასება ხდება ფიზიკური მონაცემების, აღზრდის, გაწვრთნის თუ ანუ კავერში დიახაი შეფასებების. აქ არის დინამიკა და სტატიკა. ანუ ცხოველი გაჩერებული, როგორ აქვს თანკბილვა, როგორია დაუშვათ, ამას აქვს სტანდარტი. დაახლოებით რამდენი ფურცელი, 4-5 ფურცელი. სტანდარტის ცოდნა ერთია, მაგრამ პრაქტიკაში მისი ეს იმიტომ არის კარგი ფსაჯი, რომ მის არ დაუწყებს სანტიმეტრით გაზომვას. მას აქვს თავისი მინიმალური ზღვარი, სიმაღლის და მაქსიმალური. მაქსიმალური, ახლა ნუ ვიტყვით, რომ თუ იქნება ძაღლი, დაუშვათ 85 სანტიმეტრი მინდაოში, ის იქნება ძალიან კარგი. მას უნდა მოსდევდეს თავის მოცულობა, თათის ხრის, კერდის, ასე შემდეგ. ეს არის ერთი შეხედვით უნდა იყოს კომპაქტური. და როგორი უნდა იყოს იგივე ყველა სტანდარტში ჩამჯდარი, ასე ვთქვათ, ნაგაზი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იგივე ზომების მიხედვით რო ვისაუბროთ. კარგი იქნებოდა თუ დაესწრებოდით ერთხელ გამოფენას და იქ რო დაინახავთ, ყველას გონია თავის ძაღლი კარგი. როცა მას ყავს ეზოში. მაგრამ როცა ის აღმოჩნდება სხვა ძაღლებთან ერთად, თვითონ აფასებს ვერ. აი მაგალითად დაგორის მაგალითზე რო ვისაუბროთ, დაგორის ზის სტანდარტებში. ნუ რა თქმა უნდა, ზის სტანდარტებში, მაგრამ შესაძლებელი იყოს უფრო კარგი, რომელიც უფრო ზის სტანდარტებში და უფრო კარგი მოძრაობა აქვს და უფრო კარგად გამოიყო, უფრო კარგი აღზრდილი იყოს ეს. არ ვიძახი, რომ ეს არის სუპერ ძაღლი, ჩემი ძაღლია და მე მომწონს ჩემი ძაღლი. ყველას მოწონს თავის ძაღლი. ეს არის 3, დაგორი არის ახლა 3 წლის. ანუ ვთქვათ ასაკთან ერთად ხდება დახვეწა ამ სტანდარტების. როგორ არის ის, რაც უფრო დიდი ჯიშის წარმომადგენელია ძაღლი, მით უფრო გვიან ფორმირდება. აი 3 წლიდან უკვე იწყებს უკვე დაძაღლებას, ესე ვთქვათ, ღვინო ხო უნდა დაღვინდეს, პური უნდა დაპორდეს, ძაღლიც უნდა დაძაღლდეს. ანუ არ შეიძლება წელნახევრის ასაკში შეიციან ხოლმე რომ ეს არ უარგი, ის არის ჯერ მახინჯურად იზრდება, ესე ვთქვათ. პატარა ჯიშები 6 თვეში ძაღლია უკვე. დაბალი ჯიშები. ანუ დაგორს ჯერ კიდევ წინა აქვს. ხო, ნუ ფორმირება მთელი, ნუ მე ის არის რომ 7 წლიდან უკვე იწყებს სიბერეს. 7 წლიდან უკვე ესე ვთქვათ 65 წლის კაცი ესე ავიღოთ რა უკვე ნელ-ნელა და ეხლა ხა ესეთი კარგი ასაკი აქვს ჯერჯერობით და კიდე 1 წელი 2 წელი კიდე აქვს რომ განვითარდეს და უფრო კარგად ანუ განვითარებაში იგულისხმება იგივე გაზრდა ვთქვათ თუ გაზრდა გაბარიტი სიმაღლე გაზრდა არ ნიშნავს სიმაღლეში გაზრდას უკვე დაფორმირება შეიძლება დაიხვეწოს სიგანეში წავიდეს და უშუალოდ ჩაჯდეს უფრო ანუ დაგორი შესაძლებელია რომ კიდევ გაიზარდოს. კიდევ გაიზარდოს. და რაც შეეხება გამოფენაში რამდენი ძაღლი მიიღებს მონაწილეობას? უსაზღვროდ ბევრი შეუძლია, მაგრამ ჯერ არის ძალიან ცოტა. არადა ეს კვირა არის, ამ კვირაში თავდება ძაღლების ჩაწერა. ძალიან მინდოდა რომ მე-15 წლის თავზე ყოფილიყო ბევრი ძაღლი. წეგარ მინდოდა თქმა რომ ჩვენთან პერმიდან ჩამოვიდა ძაღლი და ჩიტადან. წარმოიდგინეთ ის ქალი იძახის რომ 3 თვითმფრინავი გამოვიცვალეო რომ მოხვედრილიყავიო საქართველოში. ამას ხშირად ვიძახი მე ყველა ეთერში და ჩვენ დიდუბიდან თუ დიდუბეში არ ჩაატარე გამოფენა, წყნეთიდან ხო არ ჩამოვა, ან მცხეთიდან, შეუძლებელია. ანუ საქართველოში ბევრი არის მსგავსი კავკასიური და ქართული ნაგაზები, ანუ კი, რა თქმა უნდა, სოლიდურად ბევრია სხვადასხვა ჯიში გაიმთავრებული, მაგრამ ერთ-ერთი არის კავკასიური და ქართული ნაგაზი, რომელიც სიმრავლეში საკმაოდ არიან. მაგრამ გამოფენაზე ნაკლები აქტიურობა არ გამოდია. ძალიან საინტერესო თემაა, ნამდვილად, უსაზღვროდ შეგვიძლია ამ თემასთან. შეიძლება ერთი თქვა, რომ უთხრა სად ტარდება გამოფენა და გამოფენა ტარდება სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში. და სად უნდა გაიარონ რეგისტრაცია? რეგისტრაცია ვთქვი, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც არის კინოლოგიური ორგანიზაცია, ნებისმიერ არ დავასახელებ ახლა, არ გავუწევ რეკლამას არც ერთ ორგანიზაციას, ნებისმიერში დარეგისტრირდნენ, მაგრამ ეს მეორედ გვასპინძლობს
ბატონი ლაშა გოცირიძე ჩუქნის ესე თქვა როგორც წესი უჭით ხალხს შეგვიშვა დარბაზებში იმიტომ რომ ზაღლია ბეწვია სონია ანუ რას იზავთ ადამიანსაც აქვს ბეწვი და სონიც მით უმეტეს როცა ნავარჯიშები არის ხო და დიდი მადლობა მინდა უთხრა და ყველას მინდა უთხრა ეს ძალიან მწყინვალე მოწყობილი მწყინვალთ მოწყობილი სპორტული დარბაზი და დასაჯდომიც არის ფეხზე დასადგომი არ არის და შეიძლება ადამიანი დაჯდოს უბრალოდ უყუროს და მიხვდეს რა არის როგორ რანაირად რეები ხდება და აიღოს ცოდნა ესე ვთქვათ შემდგომში თავის ზაღლით უნდა რომ გამოიყვანოს და რომელი საათისთვის არის შესაძლებელი გამოფენა რომელ საათზე გაიხსნება? ესე იგი ამ კვირის ბოლოს თავდება რეგისტრაცია ზაღლების ჩაწერის და 10 საათზე იწყება რეგისტრაცია უკვე გამოფენაზე და 11 საათზე დაიწყება თვითონ გამოფენა. გასტანთ ალბათ ეს 60 საათამდე. გააჩნია რა რაოდენობის ზაღლი იქნება ჩაწერილი. ჯერჯერობით საკმაოდ ცოტა არის. ნახოთ წინ არის 4 დღე. ვიმედოვნებთ რომ ამ 64 დღეში გააქტიურდებიან მსგავსი ჯიშის მფლობელები და მიიღებენ მონაწილეობას, ასევე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ვისაც გიყვართ და გაქვთ ინტერესი აღნიშნული ჯიშების მიმართ და გინდათ რომ ნახოთ აღნიშნული ჯიშები, გექნებათ შესაძლებლობა 2 მარტს მოკლედ გამოფენაზე მიხვიდეთ, გისურვებთ წარმატებებს და ახლა რეკლამის დროა ჩანს ეთერში.